იმედგაცრუებული და ზურაბიშვილით უკმაყოფილო ოპოზიცია ზურაბიშვილმა დაიბარა შეხვედრა მორიგი ერთობის დაანონსებით დასრულდა, თუმცა რამეზე შეთანხმებამდე ჯერ ერთმანეთთან უნდა შეთანხმდნენ. დაპირისპირება და ქაოსი სულ უფრო აშკარა ხდება. ამგიჩხიკვაძე გიამბობთ. რუსთაველის გამზირზე სიახლის მოლოდინით შეკრებილ მოქალაქეებს ოპოზიციამ მოკავშირე ზურაბიშვილთან ერთად ტრადიციულად ვერაფერი შესთავაზა. ქვეყნის მთავარ გამზირზე წარმართულმა სცენარმა კოლექტიური ნაცმოძრაობის იდეა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტრიბუნაზე გამოსულ ზურაბიშვილს ზურგს მიხეილ სააკაშვილი უმაგრებს. გეგმის გარეშე დარჩენილი რადიკალები თავის მართლების რეჟიმში არიან და საკუთარ უმეცრებას ზურაბიშვილს აბრალებენ. მე ვთვლი რომ იყო დივერსიული დღე. დღეს იყო იმის ცდელობა, ეს ხალხი დაშლილი იყო და ყველა უიმედოდ წასულიყო სახლში. პოლონიუსი, რას კითხულობთ უფლისწულო? ჰამლეტი, სიტყვებს. სალომე დღეს არის ტროას ცხენი. ოპოზიციური პარტიებიან ამ ქალს და მის დაქალებს ჩაიხსნებით, ან კიდევ აღარ გავაგრძელებ თავად მიხვდით რას გულისხმობ. ოპოზიციურ ფლანგში არსებული მძიმე სიტუაციის გამოსწორება საკუთარ თავზე ისევ ზურაბიშვილმა აიღო და რადიკალები ისევ თავისთან იხმო. ნაწილი გამაერთიანებლის იდეით შემოერთებულ ზურაბიშვილს შეხვდა. ბევრი ფიქრისა და მსჯელობის მიუხედავად, ოპოზიციამ ზურაბიშვილთან ერთად გამოსავალი ვერ იპოვა და ტრადიციულ ფასადურ გეგმას დასჯერდა. ნამდვილად არ არის ბევრი დასაკარგი დრო ცერემონიალური ფორმატებისთვის, რომელსაც ძალიან ლიმიტირებული შედეგი აქვს. გეგმა არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ახლა აღარ აკრიტიკებთ სალომე ზურაბიშვილს. ბატონო გიორგი, ახლა აღარ აკრიტიკებთ სალომე ზურაბიშვილს. დღეს შეიცვალა თქვენ დამოკიდებულება. არსებობს კოორდინაცია იმისთვის, რომ ის მთავარი წუხილები რაც არის, აი ეს როგორ უნდა იყოს მიღწეული. დირექტივის გარეშე დარჩენილ რადიკალებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიათ. ეს ბევრჯერ ხმამაღლა გახმიანებულმა მითითებებმაც დაადასტურეს. დადასტურდა ისიც, რომ ოპოზიციაში ქაოსია. გუშინდელი აქციის კრახის შემდეგ კი ვითარება რადიკალებში კიდევ უფრო დამძიმდა. ისინი არ ატარებენ ქვეყნის ინტერესს, საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის მომავალი, უბრალოდ გარედან იღებენ დავალებებს ამ ადამიანების შექმნაში ასეულობით მილიონია დახარჯული. სალომე ზურაბიშვილი, როგორც ჩვენთვის არ არის საინტერესო, ასევე იმ რადიკალური დაჯგუფების წევრებისთვის არ არის საინტერესო. ის იყო მაშინ საინტერესო მათთვის, როდესაც მას ჰქონდა სტატუსი. მადამ ფრანცუჟენკას რაღაც გავგებარი, რა ქვია, ინიციატივები. მე მგონი ამათ როგორ თქვა რა ეკაიფება. ალბათ ასე შეიძლება შევაფასოთ, ხო, სხვანაირად რა უნდა ვთქვათ. ჯერ რაღაც ქარტია გახსოვთ თქვენ. რაღაც რომ იქით-აქით დაარბენინებდა ამ ხელმოწარულებს და უსამშობლოებს. ეხლა შექმნეს წინააღმდეგობის ჯგუფიო. ამ ქარტიაში რა წინააღმდეგობის ჯგუფი არ ქონდათ? მე მიმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა. ეგრეთ წოდებული თვითმარქვია პრეზიდენტის უკარო სააკაშვილის ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატები. ნუ გაყვებით გოგუცას თუ ბაბუცას, ნუ გაყვებით ლომჯარიას, ნუ გაყვებით ნანულას, ხო გაფრთხილებდით. მიხვედით იქამდე რომ ტაშს გაკროვინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე. ოპოზიციამ დაპირება ამჯერადაც ვერ შეასრულა, ვერც ხალხი გააერთიანეს და ვერც კონკრეტული გეგმა წარმოადგინეს.